30 აგვისტოს უგზო-უკვლოდ დაკარგულდა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სიტყვით შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გახსნა. სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების სახელმწიფო პროგრამის და მათი ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ დღეს გავერთიანდეთ და გავუზიაროთ ერთმანეთს და გავიზიაროთ ის ტკივილი, რომელსაც 2000-ზე მეტი ოჯახი ინახავს და უძლებს ბოლო 30 წელზე მეტი. მე მინდა ამ პროცესში ასევე ძალიან დიდი მადლობა გავუხადო ყველა უწყებას, საერთაშორისო ორგანიზაციას, წითელ ჯვარს, სახელმწიფო მინისტრის აპარატს, რამე თუ ეს არის უდიდესი შრომა და მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც არის დაკავშირებული ჩვენი გმირების, სამოქალაქო და სამხედრო პირების აღმოჩენასთან. ჩვენი გულწრფელი სურვილით და სახელმწიფო პოლიტიკით აღებული ვალდებულებაც არის, რომ საზოგადოებას და მომავალ თაობებს მუდამ ახსოვდეთ ჩვენი დაკარგული თანამემამულეების, სამხედრო და სამოქალაქო პირები და სამშობლოს წინაშე მათი გაწეული ღვაწლი. კიდევ ერთხელ თანაგრძნობას ვუცხადებ ოჯახებს, რომელთა ჩართულობით და ნებასურვილის მაქსიმალური გათვალისწინებით ჩვენ ერთიანი ძალისხმევით ვაგრძელებთ კიდევ უფრო მეტი ინტენსივობით სახელმწიფო პროგრამის განხორციელებას უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისთვის, რომელიც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით მიმდინარეობს.